გამარჯობათ. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ჩვენ კლავ TV პლუსის ეთერში ვართ. ჩვენი გადაცემა დღეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ იმ საკითხებთან დაკავშირებული, რომელიც საკითხების განიხილება საერთაშორისო დონეზე, მაგრამ ამ ქვეყანაში ფაქტიურად მთლიანად როგორც საქართველოს მოსახლეობა, ასე საზოგადოების დიდი ნაწილი ინფორმაციის ვაკუუმში არის და არც კი აჟღერებს არც ერთი ტელეარხი და არც ერთი საინფორმაციო საშუალებები თუ რა დონის ესე იგი ფორუმები და კონფერენციები ტარდება საერთაშორისო დონეზე იმასთან დაკავშირებით თუ რა არის ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელი. 29-31 ოქტომბერს გაიმართა სანქტ-პეტერბურგში გაერთიანებული საერთაშორისო მუნიციპალური ფორუმი, რომელშიც მონაწილეობდა 100-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი და 2000 ქალაქისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობა. თქვენ წარმოიდგინეთ ახლა ეს ფორუმი რა ფორუმი იყო და რას ნიშნავს ამ ფორუმში ამ ქვეყნების მონაწილეობა. BRICS-ის ქვეყნები, რომელი ქვეყნების დღეს არის მხოლოდ ორიენტირებული იმაზე, რომ როგორმე თითოეული ქვეყანა იყოს წინა ხაზზე წამოწეული და თავისი როგორც ეროვნული კულტურა, ასე ეკონომიკა იყოს დამოუკიდებელი, ხო? ამას დღეს აბსოლუტურად არავინ არ განიხილავს და არავინ არ ამბობს ამასთან. მხოლოდ არიან ორიენტირებული სწორედ იმ დეზინფორმაციულ და იმ არასწორ მიმართულებებზე, რაც არის დღეს დაუშვათ, რაც ხდება ევროკავშირში, რაც ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში. რომლებიც ქვეყნების დღეს თავს გვახვევენ თავიანთ ბინძურ იდეოლოგიას და ამ თავიანთი ბინძური იდეოლოგიის საფუძველზე უნდათ ეს ქვეყანა მთლიანად მოაქციონ როგორც ინფორმაციულ ვაკუუმში, ასევე თავის იდეოლოგიის ქვეშ. აი ეს საკითხები, რა საკითხების მართლაც არის აუცილებელი ჩვენი ქვეყნისთვის და ამ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და პოლიტიკა იყოს სწორი მიმართულებით. აი სწორედ ესეთ მსგავს ფორუმებში ხდება და მსგავს შეკრებებში ხდება, რაც ჩატარდა 29-31 ოქტომბერს სანქტ-პეტერბურგში. დღეს ჩვენ ამ საკითხებთან დაკავშირებით გვექნება საუბარი. ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის ბატონი ლურსმანაშვილი, შმაგი, პოლიტოლოგი, რომელიც ამ საკითხებში და ამ მიმართულებით არის ძალიან კომპეტენტური და წლები ამ საკითხების მიმართ მუშაობს და მან იცის კარგად რა არის და რა სარგებელს მოუწევს ქვეყანას BRICS-ი გაწევრიანება და მაინც ის კარგად რომ რომელი ქვეყანას დღეს ცოტა კი კარგად არის შეჩერებული ამ მიმართულებით და არანაირ ძვრებს არ აკეთებს თუ როგორმე რაღაც წარმომადგენელი მაინც გაუშვას გას კონფერენციებში თუ რისთვის არის ეს საჭირო ჩვენი ქვეყნისთვის ბატონო შმაგი. მადლობა მუზანებისათვის ჩვენ სტუდიაში. ბატონო შმაგი, რას მოუტანს პირველ რიგში ვისაუბროთ, რას მოუტანს ქვეყანას და რა სიკეთის და რა ეკონომიკის და პოლიტიკური წინსვლებისგან წაიყვანს ქვეყანას BRICS-ში გაწევრიანება და ამ ქვეყანამ, რომელიმე ქვეყანამაც უკვე წლები არის, უკვე 35 წელიწადი არის, უკვე რაღაც ინფორმაციის ვაკუუმში იმყოფება ჩვენი ქვეყანა და ჩვენი საზოგადოების ქვეყნის დიდი ნაწილი და ფაქტიურად არც კი იციან რა ფორუმები ტარდება და რა საკითხები განიხილება სწორედ მსგავს ფორუმებში, რას მოუტანს ეს ჩვენ ქვეყანას და რატომ არის აუცილებელი ჩვენი ქვეყანა წავიდეს ამ მიმართულებით და აერჩიოს და მიცეს სწორი პოლიტიკური და სწორი ეკონომიკური მიმართულება ქვეყანას აი ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. დიახ. გამარჯობათ ბატონო ტვისთან. მოგესალმებით ბატონო ტელემაყურებლებო. ნამდვილად თქვენს მიერ აღნიშნული ეს საერთაშორისო ფორუმი, რომელიც გაიმართა სანქტ-პეტერბურგში, რუსეთში და იყო ძალიან დიდი წარმომადგენლობითი. მისი ავკარგიანობა ჩვენ განსაზღვროთ, ჩვენ ჯერ უნდა გავიგოთ, ესე იგი, რა ძალები და რა мотиваცია, რა პარადიგმები დგას BRICS-ის ქვეყნებში და მასთან დაკავშირებული ქვეყნები ჩვენს უნდა ვიცოდეთ, უნდა გავიგოთ და შემდეგ გადავიდეთ კონკრეტულად იმ საკითხებზე, რომელიც იქნა განხილული ამ ფორუმზე. ჩვენ ვიცით რომ ესე იგი BRICS-ის თქვენ მოგეხსენებათ პატრიოტებო ტელემაყურებლებო რომ BRICS-ი შეიქმნა 2006 წელს ესე იგი ისეთი ქვეყნები განვითარებადი ქვეყნებისაგან რომლებმაც მოისურვეს ესე იგი დასავლეთის და კერძო დასავლეთის სახელმწიფოებიდან კერძოდ ამერიკის შეერთებული შტატების დიქტატისაგან და მათგან ალტერნატიული სახელმწიფოების გაერთიანებების შექმნა, გადაწყვიტეს. პირველი სახელმწიფო იყო ბრაზილია, რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა. შემდეგ ამ ქვეყანას შეუერთდნენ ძალიან ბევრი სახელმწიფოები და დღესდღეობით
ოფიციალური წევრები არის 10 სახელმწიფო და შემდეგ მას მიემატათ კიდევ ისეთი სახელმწიფოები, რომლებიც არიან მოწვეულები და რომლებიც არიან დამკვირვებლები. ახლა ბრიქსი რას აკეთებს ეს სახელმწიფოები? პირველ რიგში ამ სახელმწიფოების ფუნქცია და მათი მთავარი, ესე იგი, მიზანი ამ ქვეყნების გაერთიანების არის ის, რომ დღევანდელი არსებული ძალის, სოფლიოში არსებული ძალის ალტერნატიული, ესე იგი, ხედვები და ალტერნატიული განვითარება და უფრო უკეთესი, აი დასავლეთის დიქტატის, ესე იგი, საპირწონედ არის ეს კავშირი შექმნილი, ეს სახელმწიფოების კავშირი შექმნილი, რომლებიც პირველ რიგში ავითარებენ ერთმანეთში ეკონომიკას, პირველ რიგში, იმიტომ რომ ეკონომიკური დასავლეთის სიძლიერე რაზე არის დამოკიდებული? ეკონომიკურ კავშირებზე. და ესე იგი ისინი რომ მთელ მსოფლიოში უწევენ თავიანთ დიქტატს და ექსპლუატაციას და მთელი მსოფლიოს სიმდიდრის ლომისწილი მათ მიაქვთ, ამიტომ არიან ისინი ძლიერები. და ეს ასეთი, ესე იგი, რომელსაც ჩვენ უწოდებთ ერთპოლუსიანი მსოფლიოს, ეს ერთპოლუსიანი მსოფლიო უკვე ვერ აკმაყოფილებს. აი ასეთი, ესე იგი, დღევანდელი მსოფლიო ვერ აკმაყოფილებს ბატონო ტრისთან და პატივისცემულო ტელემაყურებელო დღევანდელი კაცობრიობის მოთხოვნებს და იმ ამოცანებს, რომელიც დღეს კაცობრიობის წინაშე დგას. თუ ამას დაუმატებთ კიდევ რომ იდეოლოგიური შინაარსი, აი ერთპოლუსიანი დასავლეთის იდეოლოგიას თუ დაუმატებთ ამას, ჩვენ მივიღებთ ძალიან, ესე იგი, ძალიან საშინელ სურათს, პირდაპირ ძალიან საშინელ სურათს მივიღებთ. იმიტომ რომ ეგრეთ წოდებული ლიბერალური იდეოლოგია, რომელიც დაფუძნებული არის ტროცკიზმზე, არის მარკუზოს თეორიაზე დაფუძნებული, რომელიც მთლიანად ესე ჰერბერტ მარკუზომ რომ ესე იგი 70-იან წლებში თავისი მოძღვრება რომ ჩამოაყალიბა, მან პირდაპირ ანტიადამიანური შექმნა განიზრახა ამით. ესე იგი, ყველანაირი მორალური, ესე იგი, შინაგანი მწამსი ადამიანებს აქვს მოცილებული, მათ არ აქვთ არავითარი წარსული, არავითარი სამშობლო, არავითარი ოჯახური ფასეულობები, ტრადიციული ოჯახური ფასეულობები და მათ განიზრახეს, ესე იგი, ახალი ამორალური, ანტიჰუმანური ადამიანის შექმნა, ადამიანთა საზოგადოების შექმნა. თქვენ საუბრობთ ლიბერალური იდეოლოგიაზე, რომელიც ერთპოლუსიან მსოფლიოს გაბატონებული მსოფლიოში. ამ ერთპოლუსიანმა მსოფლიომ, რომ იდეოლოგიურად, ესე იგი, პლუს ეკონომიკურ ბატონობაზე, რომელმაც კიდევ იდეოლოგიური ბატონობა გაავრცელა მთელ მსოფლიოში და ცდილობს ამ მთელ მსოფლიოში გაავრცელოს. აი ესეთი ანტიჰუმანური, ანტიადამიანური, ესე იგი, ფასეულობები. ამას ფასეულობასაც ვერ დავარქმევთ, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ევროპის ესე იგი ფასეულობები რა იყო სამართლიანობა, იყო სამართალი და იყო ადამიანის კეთილდღეობისათვის ზრუნვა მთლიანად, მაგრამ ამ ბოლო 30-40 წლის განმავლობაში ეს ყველაფერი დასავლეთმა შეცვალა ეს პარადიგმა და გადავიდა ანტიჰუმანურ, ესე იგი, იდეოლოგიაზე. მე ახლა იდეოლოგიაზე იმდენად ბევრს ყურადღება იმიტომ მივაქციე რომ ეს არის თავარი მაგი ნახეთ ახლა ბრიქსში შემავალი ქვეყნები რომელიც თქვენ ბრძანეთ ახლა და დაასახელეთ უკვე 100-ზე მეტი ქვეყანა არის ხო ეს ქვეყნები რომელი ქვეყნების გაერთიანენ ამ ორგანიზაციაში ამ ქვეყნის ლიდერებმა დააყენეს საკითხი რომ ყველა ქვეყნის სუვერენიტეტი იდეოლოგიური დამოუკიდებლობა ეკონომიკური დამოუკიდებლობა და პოლიტიკური დამოუკიდებლობა იქნება დაცული უფრო მეტის ბატონო ტრისთან უფრო მეტის ამიტომ ახლა ნახეთ ახლა ის მეორე მხარე აი თქვენ ახეთ ახლა საპირისპირო მეორე მხარე ეს ლიბერასტური იდეოლოგია რომელიც პირდაპირ ებრძვის ამას ყველაფერს ხო და ის ამბობს რომ არა ოჯახური ერთობა არა ოჯახური სიწმინდეები, არა ესე იგი ქვეყნის ტრადიციები, რომელიც ქვეყანას თავისი ისტორია აქვს და ტრადიცია აქვს და ეს უნდა იყოს თურმე ერთ იმაში თავმოყრილი. წმენა რელიგია და ასე შემდეგ. და ებრძვის წმენას, ებრძვის რელიგიას და ეს ბრიქსი ამას ყველაფერს იცავს. და ებრძვის სწორედ აი ამათ ბინძურ იდეოლოგიას. ანუ ეს ორგანიზაცია
აკეთებს იმას არათუ მარტო რა 2 და 3 ქვეყანა რომელიც თავიდან ჩაეყარა მას ფუნდამენტი და დაიწყეს ამის ჩამოყალიბება, არამედ ყველა ის ქვეყნები, რომელი ქვეყნებიც იქნება გაერთიანებული ამ ორგანიზაციაში, იქნება ყველა ქვეყნების ინტერესები დაცული, როგორც სუვერენული სახელმწიფოების, ისე მათი ეკონომიკა და მათი პოლიტიკა, ხო? დიახ, რა თქმა უნდა, უფრო მეც გეტყვით ბატონებისთან. ეს სახელმწიფოები, ახლა თქვენ 100-ზე მეტი ესე იგი ჩავიდა ამ ფორუმზე, მაგრამ ოფიციალურად 20-ზე მეტი არის უკვე აქ, რომელიც მონაწილეობს დამკვირვებლებსა და მოწვეული წევრების სახით. აი ეს სახელმწიფოები უკვე ხვდებიან იმას, რომ ესე იგი ასეთი ერთპოლუსიანი და ასეთი იდეოლოგიის დასავლეთის დიქტატის ქვეშ ცხოვრება ესე იგი შეუძლებელი არის. რას შევჭირს ახლა ანტუჩი რას ეს ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს ეწინააღმდეგება, ეწინააღმდეგება სახელმწიფოების სუვერენიტეტს, ეწინააღმდეგება სახელმწიფოების დამოუკიდებლობას და ეწინააღმდეგება ადამიანის ჰარმონიულად განვითარებას. ეს უკვე ამას უკვე ხვდებიან ამ სახელმწიფოს ლიდერები და ამ გაერთიანებაში არ არის არავითარი დიქტატი. უფრო ესე იგი არ არის ხელშეკრულებას არ არის, წესდებაც არ აქვს ამ გაერთიანებას. 20 წელია უკვე შექმნილია და დღესაც აქვს წესდება ამ სახელმწიფოების გაერთიანებას, რომ იქ იყოს ძალიან მკაცრად გაწერილი, ესე იგი ყველა ფუნქციები და ყველა მოვალეობები არ არის ეს გაწერილი. იმიტომ რომ ესენი თვლიან რომ აი ასეთი თავისუფალი კავშირი, რომელიც დაფუძნებული არის სახელმწიფოების სუვერენულ უფლებებზე, სუვერენულ ნებაზე, არის უფრო მეტი ხელსაწყრელი თავიანთი სახელმწიფოების განვითარებისათვის. ახლა რაც შეეხება, ამიტომ ეს ყველაფერი შინაგანად უკვე ისეთ საპირწონედ აყენებს ამ იდეოლოგიურ, ესე იგი დიდი იდეოლოგიურ საპირწონედ აყენებს ამ დასავლეთის დღევანდელ ფასეულობებს, რომ უკვე ჩვენ შეგვიძლია ეს განვიხილოთ უკვე ცალკე არსებულ მოცემულობად, რომელიც უკვე არის თითქმის შექმნილი. იმიტომ რომ ამ სახელმწიფომ მკვეთრად განაცხადეს, რომ ჩვენ არ დაუშვებთ ამერიკის შეერთებული შტატების მეთაურობით დასავლეთის სახელმწიფოების დიქტატს, როგორც ეკონომიკურ სფეროში, სამხედრო სფეროებში და იდეოლოგიურ სფეროში და კულტურულ და სოციალურ სფეროებში. ჩვენ ამას არ ეს ამათომ კაცრად განაცხადეს შანხაის, აი ახლა ჩინეთში რომ იყო, ესე იგი ბრიქსისა და შოსის ფორუმები. ამიტომ ჩვენ უნდა ესე იგი განვიხილოთ ეს ისეთ პრიზმაში, რომ მომავალ კაცობრიობის მომავალი პრიზმაში უნდა განვიხილოთ. ეს რა იქნება? ბატონო შმაგი, საინტერესო შეგიძლიათ გააგრძელოთ რა. საინტერესოა სანქტ-პეტერბურგში ჩატარებული ეს უზარმაზარი შეხვედრა და ფორუმი, რომელზეც ნახეთ, წარმოგიდგენთ, მუნიციპალიტეტების დონეზე იყო დასული. წარმოიდგინეთ, რამდენად სიღრმისეულად უკვე ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩაწოდნენ და წარმოიდგინეთ ამხელა დიდი ფორუმი, რომელიც დგება და ჩადიან სახელმწიფოს პირველი პირები და ჩადიან წარმომადგენლები, მათ შორის თქვენთვის არ იყოს, ჩადიან კიდევ სხვა დანარჩენი სახელმწიფოს წარმომადგენლები დამკვირვებლების როლში, იმიტომ ჩადიან, რომ ისინი ხედავენ რა იქნება უკეთესი, რა იქნება თუ არა კარგი იმისათვის, რომ ჩვენ გადავდგათ ის ნაბიჯი და გავწერვიანდეთ ამ ორგანიზაციაში, ხო? ეხლა მუნიციპალიტეტების დონეზე რომ დადის უკვე ეს ფორუმი და ეს შეხვედრები, ხო? აქ უკვე ჩანს ის, რომ ეს ორგანიზაცია მართლაც სიღრმისეულად არის დაინტერესებული იმისათვის, რომ ესე იგი მოხდეს განვითარება ყველა სახელმწიფოების, არათუ მარტო დონეზე, რასაც ქვია, პირველი დონე, არამედ დავიდა მუნიციპალიტეტის დონეზე. ანუ ესე იგი ეს ორგანიზაცია უკვე მართლაც საქმიანი ორგანიზაცია და მართლაც საქმის არის დატვირთული და არა ისე როგორც ახლა აკეთებს დასავლეთი ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და მხოლოდ თავის უსაქმურ იდეოლოგიას გვახვევს თავზე. ანუ ესე იგი რას ნიშნავს მუნიციპალური დონეზე დასვლა ამ საკითხების და მისი განხილვა? ეს იმას ნიშნავს, რომ პატრიოტული თანამაღლubება, რომ ბრიქსის სახელმწიფოების ესე იგი ეს კავშირი არ არის მხოლოდ დეკლარატიული სახით. უბრალოდ დეკლარატიული და აი რაღაც უფუნქციო სახით არ არის. აქ არ არის მარტო აი ამ ხელმძღვანელი პირების, აი მართველი ელიტების ეგრეთ წოდებული გაერთიანება და მათი დეკლარირება საერთო ამოცანების. ეს მარტო ეს არ არის. უკვე მე-6-ად გაიმართა ეს ფორუმი სანქტ-პეტერბურგში, რუსეთში, მე-6-ად გაიმართა და უკვე ეს ყველაფერი რაც ამ მიზნები არის ამ ქვეყნებში
ესე იგი დასავლეთის საპირწენოდ ახალი ალტერნატიული პარადიგმის შექმნა მთელ მსოფლიოში, ეს უკვე დასული არის ადგილობრივი ქალაქებისა და როგორც თქვენ აღნიშნეთ, მუნიციპალიტეტების დონეზე, რეგიონების დონეზე, ყველა სახელმწიფოების რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების დონეზე. ეს როგორ არის ეს დასული ერთმანეთში? ესე იგი, ამ კონფერენციაზე საკითხები იხილებოდა ესე იგი, ყველა ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების, რეგიონების ურბანული განვითარების პრობლემები და მათი ესე იგი, გადალახვის მექანიზმები. ყველა ეს ამ ფორუმზე ესე იგი, მოწვეული და აკრედიტებული სახელმწიფოების წარმომადგენლები, ქალაქების წარმომადგენლები, ყველანი თავის ინოვაციურ მეთოდებს, რომელიც არის დაკავშირებული ურბანულობის განვითარების ინფრასტრუქტურის ეკოლოგიურ განვითარებას, რომელიც ჯანდაცვის განვითარებას, რომელიც დაკავშირებული და მთლიანად ეს მუნიციპალიტეტის კლასტერი, ეს ურბანი, ესე იგი, როგორ უნდა შეიქმნას ახალი ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მომავალი ეგრეთ წოდებული მომავალი ქალაქების დაგეგმარება და მათი განვითარება. აი ეს იყო მთავარი. ყველა ამ საქმეში ვინც არის ნოვატორები, არიან ძალიან ბევრი ქალაქები მსოფლიოში, რომლებიც უკვე ახლებურად საზღვრავენ ესე იგი თავიანთი ქალაქების განვითარებას და არა ისე რომ სტიქიურად იყოს განვითარებული და ადამიანის ესე იგი სივრცეს ართმევდნენ, ადამიანს ართმევდნენ სივრცეს და მხოლოდ იყოს ის რაღაც კომერციული თვალსაზრისით მარტო მიმზიდველი, საინვესტიციო მიმზიდველი. არა, უკვე აქ დადგა საკითხი იმისათვის, რომ ყველა ქალაქების განვითარება უნდა შეიცვალოს. ესე იგი, სადაც არ არის ერთ კიდევ ეს გაკეთებული და სადაც უკვე ახალი ქალაქებმა, ახალი ესე იგი ინოვაციური მეთოდები რომ დანერგეს, იმათმა უკვე გააზიარეს უკვე თავიანთი მიღწევები, მთელი თავისი ვიდეოებით, თავიანთი კლიპებით ეს გააზიარეს და მოუწოდეს ყველა დაინტერესებული ესე იგი მხარეებს რომ აი ასეთი გზით უნდა წავიდეს ესე იგი ქალაქების განვითარება ადამიანის რიგითი ცხოვრებლების მოქალაქის უფლებების დაცვით მისი სივრცის და შეზღუდვით კი არა უფრო ფართოდ განვითარების გზით აი ეს იყო დასმული პირველი მეორე საკითხი იყო რა თქმა უნდა ეკონომიკური კავშირები ბიზნეს კავშირები ერთმანეთში, საინვესტიციო კავშირები, სადაც ძალიან ბევრი როგორც იტყობინებიან, ძალიან ბევრი ხელშეკრულება ერთმანეთს შორის არის დადებული, წინასწარი ხელშეკრულებები და პროექტები არის დადებული სხვადასხვა ქალაქების ერთმანეთის წარმომადგენლებთან და სხვადასხვა ბიზნეს სტრუქტურებთან, აი ამ ახალი ინოვაციური, მაღალტექნოლოგიური ქალაქების დაგეგმარების საქმეში. და ყველანი ერთმანეთს მოუწოდებდნენ და აი ეს ისეთი გახდა ისეთი მოედანი ეს სანქტ-პეტერბურგის ფორუმა რომ ესე იგი ყველა წარმატებული სახელმწიფოები, წარმატებული ქალაქების მიერები, წარმატებული ბიზნეს პროექტები, რომლებიც არის განხორციელებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, აი ამათი გაზიარება მოხდა და ამათი გაზიარება და ამათი გავრცელება მოხდა. და ეს ძალიან მისასალმებელია, მაგრამ სამწუხაროა ის რომ აი დამას დავანე კიდევ მესამე საკითხი იყო პირველი ესე იგი კიბერუსაფრთხოების საკითხი. კიბერუსაფრთხოების საკითხი, რომელიც ახლა ძალიან დიდ მნიშვნელობას იძენს სხვადასხვა ესე იგი მხარეებიდან, რომ არიან ისეთი ძალები, რომლებიც კიბერუსაფრთხოებას ესე იგი არ აქცევენ ძალიან დიდ ყურადღებას და ამით სარგებლობენ სხვადასხვა თაღლითური სქემები და სხვადასხვა ესე იგი თაღლითები სოფლიო საერთაშორისო მასშტაბით თაღლითები ამით სარგებლობენ და ამიტომ აი ამათი საწინააღმდეგო ესე იგი ღონისძიებების გატარების ისა. და შემდეგ ჩვეულებრივი ეკონომიკური განვითარება. აი ამ ბრიქსის ქვეყნებმა და მათთან დაკავშირებულ ქვეყნებმა ესე იგი ალტერნატიული მოითხოვეს უკვე მოთხოვნილი არის რომ ყველანი გადავიდეთ შეძლების დაგვარად რამდენიც ახლა რეალურად არის შესაძლებელი დოლარისა და ევროს ესე იგი ამის გარდა ესე იგი ერთმანეთის ეროვნული ვალუტების ვაჭრობაზე რამდენადაც ეს არის შესაძლებელი ეს იქნა ხარდაჭერილი და ესე იგი რადგანაც ეს იყო სახელმწიფოებისგან უკვე ესე იგი ოფიციალურად ამ ორგანიზატორები ამ ფორუმის იყო ესე იგი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩინეთის და ჩინეთის, რუსეთისა და მონღოლეთის სავაჭრო ესე იგი პალატები, სავაჭრო სამრეწველო პალატები იყვნენ ამათი ორგანიზატორები და ეს იქნა უკვე მოთხოვნილი რომ შეძლებისდაგვარად ყველა ქვეყნები
გადავიდნენ ერთმანეთში თავიანთი ეროვნული ვალუტის სავაჭროთ. აი ეს იყო. მაბადეთ შემიძლია გააგზავნოთ ბატონო შვაგი. ეხლა თქვენ ახსენეთ პირველი ის რომ ახლა თქვენ საუბარში მერების შეხვედრები. ანუ იმ ქვეყნების მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების შეხვედრები ერთმანეთში და მათ იმ დონეზე მე ამბობ უკვე იმ დონეზე უკვე დავიდე ეს ყველაფერი რომ ანუ ყველა ქვეყნები რომელი ქვეყნების მონაწილეობდა აი ამ ფორუმში ხო ამ ქვეყნების მუნიციპალიტეტის მერების წარმომადგენლების ბრანდებოდნენ და შესაბამისად მათ დონეზე დაიწყო უკვე საკითხები ეკონომიკური საკითხების განხილვა და რაღაც დოკუმენტების შექმნა. პირდაპირ კავშირები. პირდაპირ კავშირები, ამ პირდაპირ კავშირების საფუძველზე, ესე იგი მათ შეუძლიათ დამოუკიდებლად უკვე იმოქმედონ თავიანთ ქალაქებში და დამოუკიდებლად აწარმოონ მათმა ბიზნესი და რაღაც გარკვეული ეკონომიკური ზრდა ერთმანეთთან მიმართებაში პირველი პირების ჩარევის გარეშე. რა თქმა უნდა. ანუ ესე იგი აქ უკვე ჰორიზონტალურ კავშირებში ყველანაირი დიქტატი მოხსნილი არის, ყველანაირი რომ იტყვი, აი ეს რაღაც გარკვეული კონტროლი იმისათვის რომ ჩემ გარეშე შენი ვერ წახვალ, როგორც ეხლა ეს ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპის ლიდერები, ლიბერალური ლიდერები რომ თურმე მათ გარეშე არაფერი არ შეიძლება გაკეთდეს, ანუ აქ უკვე დამოუკიდება შეიძლება ეს ყველაფერი გაკეთდეს და დამოუკიდება შეუძლია ქალაქის მერებს ქონდეთ ურთიერთობები იმ ქვეყნებთან, რომელ ქვეყნებთან მათ გარკვეული დოკუმენტი შექმნილი და აწარმოონ ნებისმიერი, ესე იგი, ეკონომიკური წინსვლები თავის ქალაქებთან მიმართებაში. დიახ, ესე იგი, მთლიანად უკვე ეს ვერტიკალური კავშირები უკვე ნენელა ნიველირდება და ამის სანაცვლოდ უკვე ჰორიზონტალური კავშირები უკვე ყალიბდება. ყველა ქალაქების ხელმძღვანელობას და რეგიონულ ხელმძღვანელობას სხვადასხვა ქვეყნებს შორის და სახელმწიფო ორგანოები თუ ქალაქის მერები, დამოუკიდებელი მერები, ხალხის არჩეული მერები, ესე იგი, ახალ პროექტებს, ახალ ინოვაციურ პროექტებს, ახალ სავაჭრო, ახალ ესე იგი, ურბანულ პროექტებს, რომ ესე იგი, მათ განხორციელებას ხელი არ შეეშალოს, არ არის აუცილებელი უკვე ცენტრალური ხელისუფლებების უკვე ან ნებართვა, ან მათთან, ესე იგი, შეთანხმების პროცედურების ესე იგი გავლა, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, როგორც ვიცით, როგორც პრაქტიკა ბიუროკრატიას იწვევს და აღფერხებს ხოლმე დროულად, ესე იგი ძალიან ბევრი კარგი ინოვაციური პროექტების განხორციელებას. ამიტომ ეს ბარიერები იხსნება უკვე თან და ეს ამას გვიჩვენებს ეს ბარიერები უკვე იხსნება და ერთმანეთში ჰორიზონტალურ კავშირებზე არიან გადასული, უკვე მოწოდება არის ამისაკენ რომ ესე იგი ყველა მერებსა და რეგიონების ხელმძღვანელებს უკვე აქვს იმის უფლება რომ ავტომატურად პირდაპირ გადაწყვეტონ ის საკითხები და ის პროექტები განახორციელონ, რომლებიც მათთვის არის მომგებიანი და შესაბამისად სახელმწიფოსათვის არის მომგებიანი. და ეს არის ძალიან დიდი მნიშვნელოვანი. ჩვენ ამას ეს ისე არ ვთქვათ რომ ეს თვითონ რაღაც მორიგის არის, არავითარ შემთხვევაში დღევანდელ მსოფლიოში არც ერთი ჩვენ უნდა ვთქვათ ეს ჩვენ უნდა ვიცოდეთ არც ერთი დიდი ბიზნეს კომპანია არც ერთი დიდი ესე იგი როგორ ვთქვათ ახლა დიდი სახელმწიფოებრივი მეგა კომპანიები არაფერს არ აკეთებენ ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე. არაფერს არ აკეთებენ. ამიტომ და სახელმწიფო უკვე ამას უდგება სხვადასხვა ესე იგი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას უდგება პოლიტიკური საკითხით. პოლიტიკური მიზანშეწონილობის საკითხით და ამიტომ ეს პოლიტიკური მიზანშეწონილობა აქ უკვე გამორიცხულია. აქ აი ამ უკვე ბრიქსის ქვეყნებმა, აი ამ ფორუმებმა დაგვანახა რომ უკვე არავითარი აქ შეუძლია მიიღოს მონაწილეობა ყველა სახელმწიფო. ყველანაირი პოლიტიკური ესე იგი ხელმძღვანელობისა და პოლიტიკური სიმპათიებისა და პოლიტიკური ესე იგი ანგაჟირებისა და პარტიების გარეშე. ყველა შეუძლია მიიღოს მონაწილეობა, რომლებიც დაინტერესებული არიან თავიანთი რეგიონებისა და თავიანთი ქალაქების თანამედროვე და ხვალინდელი დღის ესე იგი ხვალინდელი დღის წესრიგისათვის მოსამზადებელად და აი პროექტების განსახორციელება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბატონო შვაგი, ახლა მე კიდევ უნდა შეგეკითხოთ და გითხრათ აუცილებლად და აქ ეს ყოველთვის აინტერესებს ნებისმიერ საღადმოაზროვნე ადამიანს და როდესაც უკვე რაღაც გარკვეული პოლიტიკური ცვლილებები მიმდინარეობს სახელმწიფოში და რაღაც ახალი ჩნდება, ხო? ყოველთვის ცოტა რაღაცას ფიქრობს ქვეყანაზე, მის ინტერესში შედის, გაიგე რა არის უკეთესი და როგორ იქნება და რა იქნება თუ დაუშვათ ჩვენი ქვეყანა
გაწერია და ამ ორგანიზაციაში, ხო? ამას ვიზახებ. ეხლა ნახეთ, თქვენ ახსენეთ სწორედ ისა იქ ეროვნული ვალიუტები რა. აი დაუშვათ ქართული ეროვნული ვალიუტა, იქ არის კიდევ სხვადასხვა ქვეყნები. ნახე მე მეც გეუბნები, ზოგადად გეუბნები. შეიძლება რა ვარ ჩვენ ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებული, მაგრამ ყველა ეს ქვეყნები, ვინც გაწევრიანებული არის ამ ორგანიზაციაში, იქ ვაჭრობის საკითხი. აი ვაჭრობა, ურთიერთვაჭრობა როგორი ფორმით არის წარმოდგენილი და არის თუ არა მოსალოდნელი, რომ თვითონ BRICS-მა შექმნას თავისი ვალიუტა, რომელი ვალიუტის საფუძველზეც ყველა ქვეყნებს შეუძლია აწარმოონ ეკონომიკური ურთიერთობა და ეს ვაჭრობის საკითხები. და ისე მხარი ხდება, დაუშვათ ეს BRICS-ის ვალიუტის შექმნის ისა დაუშვათ საკითხი, რომ აი როგორც ახლა დაუშვათ დოლარმა მოახდინა ოკუპაცია, მთელი მსოფლიოს ოკუპაცია და დღეს თუ ვართ დოლარის ოკუპაციის ქვეშ თითქმის მსოფლიოს დიდი ნაწილი. ხო, და ისე ხوار გამოიწვევს ეს BRICS-ის მიერ შექმნილი ვალიუტა, რომ შემდგომ ამ ვალიუტა მოახდინოს მთლიანად ამ ქვეყნების მთელი ოკუპაცია და შენი ეროვნული ვალუტები გვერდზე მიწიოს. ამისათვის ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა ფუნქცია აკისრია ამ ერთ ვალუტას. ეს არის ერთი ვალუტა, ესე იგი ეკვივალენტი, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის ეკონომიკური, ესე იგი სახელმწიფოთა შორის ეკონომიკური ურთიერთკავშირების შედეგი. თუ მაგალითად ერთი სახელმწიფო მეორესთან ვაჭრობს წლიურად, მაგალითად 1 მილიარდის თავისი ვალუტის აგზავნებს, ხო, ვაჭრო 1 მილიარდის. 1 მილიარდის გააქვს და 1 მილიარდის შემოაქვს. აქ უკვე საჭირო არ არის, ესე იგი, შენი ვალუტა, მაგალითად, ქართული ლარი, ხო, დაუშვათ, ესე იგი, ამერიკულ დოლართან მიმართებაში, ან ევროსთან მიმართებაში, და დაუშვათ. ან უნგრეთი, ან აი ინგლისში, ბრიტანეთში, რომელიც თავისი ფუნტი სტერლინგი აქვს, ხო? შენარჩუნებული. ესე იგი, თუ საქართველო ვაჭრობს თქვათ მილიარდი ლარის პროდუქციას აგზავნის საერთო პროდუქციას აგზავნის დიდ ბრიტანეთში. დიდი ბრიტანეთიდან ჩვენ ვღებულობთ კიდევ ამ 1 მილიარდის საქონელს. ესე იგი ეს არის გაბათილებული. ესე იგი ჩვენ მათ მოთხოვეთ, ანუ ჩვენ ვინ არჩევნებთ? ესე იგი ჩვენ მათ ისინი მოთხოვეთ, მაგალითად ჩვენი ესე იგი ვალუტაში გადაგვირიცხონ ეს ფული. და ჩვენ ვალუტას ისინი იღებენ მაშინ, როდესაც ჩვენთან ეს პროდუქციას ესე იგი ყიდიან და ჩვენ მათ ესე იგი ვაძლევთ ლარს. 1 მილიარდი მივეცით, 1 მილიარდი ლარი მოვიღეთ. იმათმა მოგცეს 1 მილიარდი ფუნტი სტერლინგი და 1 ფუნტი სტერლინგი მივეცით ჩვენ მას. აი, ამით, როდესაც ასეთი არის დაბალანსირებული. აი, ბალანსი იქნება. ხო, ეს ბალანსი, როდესაც არის ქვეყნებს შორის, მაშინ არ არის საჭირო ერთი ვალუტის, ესე იგი, შექმნა. მაგრამ როდესაც მე ვაჭრობ 500 მილიონით, მაგალითად, ხო, გამაქვს. ხო და ვითხოვ ამ 500 მილიონად იმას ლარს დაუშვათ, ხო? რომ ლარში დაიღოს. იმას ის რომ 1 მილიარდით ვაჭრობ ჩემთან, იმას საიდან უნდა მოიტანოს ეს ლარი? საიდან უნდა მოგვიტანოს მე როგორ იმას ფიზიკურად არ აქვს მის თავის სახელმწიფო ბანკს, ცენტრალურ ბანკს, იმას არ აქვს 1 მილიარდი ლარი. იმას აქვს მარტო მხოლოდ 500 ესე იგი მილიონი. აი ასეთი დისბალანსი როდესაც არის ვაჭრობაში. ხო და ამას კიდევ თავისი მიზეზები აქვს, რატო არის ეს დისბალანსი შექმნილი. აი ამიტომ აი ეს რომ ერთმანეთში ვაჭრობა ნორმალურად წავიდეს, ამიტომ ისინი გვეუბნებიან, არ გვაქვს თქვენი ლარი, თქვენც არა გაქვთ თქვენი იმდენი, ესე იგი, ფუნტი სტერლინგი, ჩვენ რომ გადაგვიხადოთ და ამიტომ აგერ არის დოლარი, აგერ არის ევრო და აი ამას შორის იქნება ჩვენში ანგარიშწორება. აი ამისათვის არის ეს შექმნილი და როდესაც ამაზე ჩვენ თანხმდებით, უკვე ეს დისბალანსი იზრდება. არავითარ შემთხვევაში ეს დისბალანსი უფრო იზრდება და ერთ-ერთი სახელმწიფო, ვინც არის უკვე ეკონომიკურად ძლიერი, უკვე ამ დოლარისა და ამ ერთი ვალუტის საშუალებით იმორჩილებს მეორეს უკვე ეკონომიკურ დიქტატს უკვე ესე იგი აკეთებს. ამიტომ ჩვენთან ახლა BRICS-ი, რაც შეეხება BRICS-ის სახელმწიფოს, ჯერ ახლა ერთი ვალუტის შექმნაზე საკითხი არ დგას, ხოლო დგას საკითხი იმაზე, რომ ერთმანეთში ამ ესე იგი ამ სახელმწიფოებმა ისე განავითარონ ურთიერთკავშირი, ურთიერთვაჭრობა, რომ ესე იგი ეროვნული ვალუტები იყოს, ეროვნული ვალუტები ქონდეს ყველა ცენტრალურ ბანკებს. მაგალითად, ჩვენ ქონდეს მონღოლეთის ესე იგი ვალუტა,
მონღოლებს ჰქონდათ ქართული ვალუტა, ესე იგი ისეთი ვაჭრობები, ეს არის ერთგვარი წახალისება, აი ასეთი, ესე იგი მიდგომა არის, ესე იგი ერთმანეთში ვაჭრობის წახალისება, ერთმანეთში ეკონომიკური კავშირების უფრო მეტი გაღრმავება და გაფართოება და ესე იგი გადიდება და ამიტომ ჯერჯერობით უკვე საკითხია იმაზე, რომ ესე იგი ყველა ეს სახელმწიფოები, რომლებიც ერთმანეთში ვაჭრობენ, იყოს გადასული თავიანთ ეროვნულ ვალუტებზე. ყველანაირი დოლარებისა და ევროს გარეშე. და რაც შეეხება ახლა საერთო ვალუტას, თუ მომავალი გვიჩვენებს ისე რომ, ესე იგი ეს არის აუცილებლად, ისინი უკვე შეთანხმდნენ, მიხვდებიან უკვე. ესე იგი წლის ბოლოს მთელი ცენტრალური ბანკები ისინი აჩვენებენ თავიანთ სტატისტიკას, სად არის გარღვევა, სად არის დეფიციტი და ამ დეფიციტს უკვე სავაჭრო დეფიციტებს ერთმანეთ სახელმწიფოებს შორის. სად არის გარღვევა, სად არის დიდი დეფიციტი და სად არის დიდი პროფიციტი. და აი ამის შესახებ იქნება შემდეგ ალბათ მიღებული გადაწყვეტილება, მაგრამ დღესდღეობით ეს არ დგას. ესე იგი დღესდღეობით დგას საკითხი იმისათვის, რომ ესე იგი დოლარი ამოვიდეს ერთმანეთის კავშირიდან და გადავიდნენ ყველანი თავიანთ ეროვნულ ვალუტების ვაჭრობაზე. ანუ აქაც ესე იგი მიმდინარეობს აი დღეს ხო ჩვენ დამოუკიდებელი ის არა გვაქვს ვალუტა, იმიტომ რომ ჩვენი საბანკო სისტემა მთლიანად არის ამერიკის შეერთებული შტატების კონტროლის ქვეშ. მთლიანად საქართველოში ახლა საქართველოში კიდევ ძალიან ბევრ ქვეყნებში ხო? ანუ ეს თვითონ ორგანიზაცია უკვე რომელი ორგანიზაციაც როგორც ეკონომიკური კუთხით, ასე პოლიტიკური კუთხით და ასე ფინანსური კუთხით სახელმწიფოებს ხდის როგორც დამოუკიდებელ, ესე იგი მოთამაშეებად და საბანკო სისტემაც იქნება დამოუკიდებელი, რომ ესე იგი თავიანთი ეროვნული ინტერესები, ეროვნული ეკონომიკის ინტერესები უფრო მეტად გააფართოვონ და უფრო მეტი დოლარი შეიქმნას საექსპორტო დოლარად, რომ შენი ვალუტა იყოს უკვე სხვა ქვეყნებში გასული. აი ეს არის უკვე პირდაპირ ესე იგი მოთხოვნა და პირდაპირ ესე იგი საინიციატივო და პირდაპირ გარემოება იმისა, რომ ადგილობრივი განვითარდეს, ადგილობრივი ცენტრალური ბანკი განვითარდეს და ადგილობრივი დამოუკიდებლად იყოს გადაწყვეტილი ყველა ეს ეკონომიკური საკითხები. Რა თქმა უნდა, ასე არის. ეხლა ჩვენ ხო ხედავთ ეს ჩვენი საქართველოს ბანკები ეხლა როგორ არ მდგომარე პირდაპირ ატყავებენ საქართველოს მოსახლეობას. პირდაპირ აი ჩამძვრალი არიან საქართველოს მოსახლეობის ჯიბეში. და შესაბამისად ჯერ ერთი ნახეთ ეს საბანკოს კრედიტები რამხელა საპროცენტო განაკვეთები არის და როგორ მდგომარეობაშია ხალხი და თითქმის საქართველოს მოსახლეობის 70% არის პირდაპირ ბანკებზე მიბმული და კრედიტები და რა ვიცი მთელი ეს ისინი ჩადებული ქონებები და ასე მონურ მდგომარეობაში ვიყავარ ჩვენ ამ ბანკებს. აი მონურ მდგომარეობაში ხო და დღემდე ვერ ამოისუნთქა ქართველმა ხალხმა რომ როგორმე ჩაეხსენ ამ სიტუაციას და შემდგომ ის ბანკების შემოსავლის 70% მოგება მიაქვს დასავლეთში მიდის საქართველოში ეს უნდა ისურვოს ჩვენ მოსახლეობა არაფერი არ რჩება საქართველოს ბანკი TBC ბანკი ყველა ბანკები რომლებიც არის ლიბერტი ბანკი ლიბერტი ბანკის პენსიონერებს რომელსაც პენსიონერებს პირდაპირ ძარცვავენ ხო ყველაფერი იქით მიდის აბსოლუტურად და ამიტომ არის რომ ჩვენ დღეს ამ მდგომარეობაში ვართ კოლონიურია რა ხო და ესეთი მონური მდგომარეობა ეს მეტი დაპყრობა რა გინდა აი მეტი დაპყრობა რა გინდა დამთავრებული საკითხი იქ არ არის აუცილებელი რომ შენ ავტომატით დაადგე ადამიანს თავზე და დააყაჩაღო და წაართვა აგერ პირდაპირ ესენი ყაჩაღები არიან პირდაპირ გაყაჩაღებენ და გართმევენ ღლიტავენ და არაფერს შენსას არ გიტოვებენ აქეთ მიაქვთ თვითონ ხო ანუ ეს ორგანიზაციას ითვალისწინებს სწორედ ამ პრობლემების მოხსნას და სწორი მიმართულებით წარმართვას და შესაბამისად ქვეყანა შემდგომ არა თუ მარტო ქვეყანაში მაცხოვრებელი ადამიანებიც რომლებიც იქნებიან დამოუკიდებელ საბანკო სისტემაზე ისინი იგრძნობენ გარკვეულ შვებას რა თქმა უნდა იმიტომ რომ ამას კიდევ დავამატებდი ერთს ესე იგი ჩვენი საბანკო სისტემის ფუნქცია რა არის საბანკო სისტემის ფუნქცია არის დაეხმარონ მოსახლეობას დაეხმარონ ბიზნესმენებს თავიანთი ბიზნესის დაწყებაში და განვითარებაში. სად არის ეს ჩვენთან არ მე-13, 30, 25% ანი განაკვეთები, 30%-იანი განაკვეთები რომ არის, იქ არავით არის ბიზნესის განვითარებაზე და არავით არ საინვესტიციო, ესე იგი მიმზიდველობაზე ლაპარაკის ზედმეტია. ეს პირდაპირ ანგრევს ადგილობრივ ეკონომიკას. ამიტომ ესე იგი მოსახლეობის პირდაპირ ძარცმასთან ერთად ასეთი საბანკო მონოპოლია რომლებიც არის დიდი საპროცენტო განაკვეთები არ უწყობს ხელს ადგილობრივი მეწარმოების განვითარებას ადგილობრივი ისეთი საწარმოების შექმნას რომელიც იქნება ესე იგი დაფუძნებული დამატებითი ღირებულებების პროდუქციის შექმნას სასაქონლო პროდუქციის შექმნაზე
პატრიოტიზმო ტელემაყურებლებო. ჩვენი საბანკო სისტემა მთელ მსოფლიოში არის ისე 2-3% არის საგანმანათლებლო სისტემა, თუ რამე საქმის პროექტი გინდა, ბიზნესის, ან რაიმე საწარმოს აშენება გინდა და შექმნა გინდა, ესე იგი რაიმე საწარმოს და რომელიც გამოუშვებს სასაქონლო პროდუქციას 2-3%-ით იაპონიაში არის 0% არის იაპონიაში რომ იცოდეთ. არის 1%, 0%, 1% სხვადასხვა წლების განმავლობაში. იაპონიაში სახელმწიფო ბანკი იძლევა, აი ბანკები იძლევიან კრედიტს მეწარმეობის განმავლობაში 0% და 1%. მეც არა. ჩვენთან კი როგორ არის? ჩვენთან აბსოლუტურად რაიმე საწარმოს გახსნა რომ მოუნდეს ენერგიულ განათლებულ ადამიანს, რომელსაც უნდა რაღაცა რომ შექმნას სასაქონლო ესე იგი საწარმო, რომელიც გამოუშვებს დამახინჯებადი ღირებულების მქონე სასაქონლო პროდუქციას, იმას დაკეტილია ყველა ფინანსური რესურსები. იმას ვერ შედის, ვერ სადა ვერ აიღებს იმ ფულს, იმ კაპიტალს, რომელიც არის ამ ბიზნესის დასაწყები, ამ წარმოებისათვის დასაწყები. ხო და ამიტომ ჩვენთან იმიტომ არის ასე. ესე იგი არავითარი საწარმოები არ იქნება, არავითარი ინვესტიციები არ იდება, რომელიც დაკავშირებული არის საბანკო კაპიტალის სესხებიდანგან, არ არის დაკავშირებული, იქნება მარტო ისეთი, რომელიც კომპანიების კაპიტალით არის იქნება ისეთი ჩვენთან აი რასაც ვხედავთ ჩვენთან ბიზნესის განვითარებას, ეს არის კომპანიების პირადი ფული, ისინი ბანკებიდან სესხებს არ ღებულობენ. ხო და ამიტომ ეს ბრიქსის ეს ინიციატივა, ბრიქსის ასეთი ამ სახელმწიფოების ესე იგი ასეთი მიდგომა, ეს აუცილებლად გამოიწვევს თავისი ეროვნული ეკონომიკის აღორძინებას, ეროვნული ეკონომიკის ბუმს გამოიწვევს და ერთმანეთში ურთიერთმაჭრობას გამოიწვევს ძალიან დიდი, ესე იგი, პერსპექტივებით. ეს ძალიან კარგი ეს ხმეთმაცნას რომ ჩვენ მართლაც მოხდეს ის დრო რომ ჩვენ ხელისუფლებამ გადადგას ნაბიჯი და რაღაც გარკვეული მინიშნებები მაინც იყვეს. იქით რომ მithumetes არის საუბარი საქართველოსთვის იქ სკამი არის და ელოდება საქართველოს ეს ორგანიზაცია და ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება, რასაც მე ვხედავ ახლა ჩვენთვის ყოველთვის მომგებიანი იქნება. ეხლა რაც რა მინდა კიდევ გითხრათ და რა მინდა რომ იცოდეს ჩვენმა ტელემაყურებლებმა. ქართული, აი მარტო ქართული ბრიქსის ორგანიზაციის შემავალი ქვეყნების იდეოლოგია ქვეყნები და იმ წვენაზე თავიანთ წვენაზე დაფუძნებული ქვეყნები არის ეხლა იქ მუსულმანური ქვეყნებიც არის გაერთიანებული არის არაბეთის ქვეყნები განსაკუთრებული ყურადღება არაბული ქვეყნები განსაკუთრებული ყურადღება აი ეს ამ კუთხით როგორ იქნება და რა ესე იგი ის ექნება გავლენა დაუშვათ ბრიქს ამ ქვეყნების წმენასთან და იდეოლოგიასთან მიმართებაში. აქ ჩვენ დავიცოდეთ ეს არ არის არც საიდუმლო არც არაფერი. ყველა ქვეყანა არის დამოუკიდებელი, სუვერენული და თავისი საქმეების თვითონ არავინ არ ერევა მათ შინაგან საქმეებში. არავითარ შემთხვევაში, როგორიც არის, ესე იგი ხელისუფლება, ხალხის არჩეული ხელისუფლება, დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება, როგორიც არის და იმ კურსით შინაგანი პოლიტიკას არავითარი ზეგავლენას მაგენი არ ახდენენ. არავითარი ბრიქსის იქ არ არის ერთი მაკონტროლებილი ორგანო არ არის შექმნილი, რომ ესე იგი ერთი რაღაც დოგმები და რაღაც მიიღონ, რომელიც იქნება ყველა სახელმწიფოსთვის აუცილებლად შესაძლებელი. რაღაც ნორმატივები და ასე შემდეგ. იქ არ არის, ბრიქსი ასეთი რამე არ არის. ყველა სახელმწიფო არის დამოუკიდებელი თავის შინაგან პოლიტიკაში. ხო და ეს არის უბრალოდ ესე იგი ამ დასავლეთის დიქტატორული პოლიტიკის და კოლონიალური პოლიტიკის საპირწონედ შექმნილი ორგანიზაცია, რომელიც არის დაფუძნებული თავისუფალ ვაჭრობაზე, რომელიც არის დაფუძნებული ყველა ქვეყნების სუვერენულ განვითარებაზე და შინაგან დემოკრატიაზე. აი ესა მეტი არაფერი. იცი რა არის ნახეთ ახლა ჩვენ დღეს ხო და რაც შეეხება თქვენ საქართველოს ახსენეთ. საქართველოს ადგილი ყოველთვის არის. იმიტომ რომ ჩვენ განგებამ ისეთი გეოპოლიტიკური ადგილი მოგვცა, ასე იგი დედამიწაზე ისეთი გეოპოლიტიკური რომ უჩვენოდ ძალიან ძნელი არის ჩვენ უნდა ვიცოდეთ უჩვენოდ ძალიან ძნელი არის დიდი საერთაშორისო პროექტების განხორციელება. იმიტომ რომ ჩვენ ისეთი გეოპოლიტიკური მდგომარეობა გვიკავია გეოგრაფიული კავკასია ისეთი არის რომ ესე იგი მას შეუძლია დაბლოკოს თავისუფლად შეუძლია დაბლოკოს ჩრდილოეთიდან დასავლეთში მომავალი საკვანძო ესე იგი საკომუნიკაციო ხაზები და აღმოსავლეთიდან დასავლეთში მიმავალი საკომუნიკაციო ხაზები. და ამის დაბლოკვის შემდეგ ეს ყველანი ესენი იქნებიან დაზარალებულები. და ამიტომ ხშირად ხდება ხოლმე ადამიანთან პატრიოტიზმო ტელემაყურებლებო რომ როდესაც რომელიმე სახელმწიფოს რომელიც უკვე ესე იგი ხელს უშლის უკვე დიდი სახელმწიფოების გაერთიანებებს
მათი ესე იგი უფრო მეტი დაახლოებას და მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას, ისინი სასტიკ ზომებს იღებენ იმ სახელმწიფოსგან, რომელიც ამას ხელს უშლის. ეს ჩვენ უნდა ვიცოდეთ. ამის დრო დადგება ხოლმე და სასტიკ ზომებს ღებულობენ, რომ შენ თუ არ აკეთებ, შენ გაგაკეთებიებენ ამას. რაც არის აუცილებელი და რაც არის იმისათვის, რომ ესე იგი ბევრი და დიდი სახელმწიფოების, რაც მათ ისინი ესე იგი მისთვის არის ესე იგი მიზანშეწონილი, რასაც ესენი ჩათვლიან და შენ თუ არ ჩაებე ამათ ფერხულში, თუ არ ჩაებე და რაღაც ესე იგი განსაკუთრებული ესე იგი როლი გიჭირავს ვითომ და არებები ამათში პროექტებში და შენის გამო ესენი ძალიან დიდ ტრილიონებიან ესე იგი ზარალს ღებულობენ აქ უკვე დადგება პრინციპულად საკითხი ადრე თუ გვიან პრინციპულად დადგება საკითხი დაუყენებენ უკვე პრინციპულად რა შეა საქმე და რა ხდება და ყველას მოთხოვენ პასუხს ამისათვის. და ამიტომ ჩვენ ყოველთვის უნდა ვიცოდეთ, საქართველოს ადგილი ყოველთვის არის და მაგრამ ახლა საქართველოს ხელისუფლება როგორც ვიცით, ძალიან დიდ ბრძოლას აწარმოებს უკვე 2022 წლიდან უკვე პირდაპირ ძალიან დიდ ბრძოლას აწარმოებს დასავლეთთან და ევროკავშირის ქვეყნებთან. რომ ამ კოლონიალური დიქტატისაგან, რომელიც საქართველოს არის 30 წელზე მეტია, ხომ, თავი დაიძვრინოს როგორმე. ეს არის ახლა ჩვენი ხელისუფლების პირველი ამოცანა. ძალიან ძნელი ამოცანა არის. მან მედივართ, ნახეთ ახლა ჩვენ დღეს ვართ ოკუპირებული, მთელი საქართველო არის ოკუპირებული. დასავლეთის მიერ არის ოკუპირებული და ეს ფაქტის სახეზე არის, რომ ჩვენ ყოველდღიურად ვისმენთ ევროკავშირიდან ამერიკის შეერთებული შტატებიდანაც კი ჯერ გრძელდება ისევ, იმიტომ რომ ტრამპმა ჯერ ბოლომდე ვერ გაწმინდა იქაურობა და თვითონ შიგნით აქვს პრობლემები თქვენ წარმოიდგინეთ, იმ დონის პრობლემები აქვს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, სახელმწიფო მდივანი, მინისტრები და ესენი სხვადასხვა სამხედრო ნაწილის ბაზებზე ცხოვრობენ ოჯახებით. რომ დაცული იყვნენ, წარმოიდგინეთ, თქვენ ეს არც ერთ ქვეყანაში არ ხდება, რადგან იმ ხელა დიდი ესე იგი პრობლემებია უკვე და იმ ხელა დიდი შემოტევები არის ამ ბუდაპეშტში შეხვედრა დაბლოკეს. მთელი ლიდერები ბუდაპეშტში შეხვედრა დაბლოკეს და ანუ ჯერ ამათ გავლენები აქვს, ძალიან სერიოზული გავლენები აქვს. ეხლა ჩვენ ყოველდღიურად გვემუქრებიან და ყოველდღიურად თვითონ ევროკავშირიდან, ხო ეს ლიბერალური ლიდერები და იმის ეხლა ჯერ საფრთხეები არ მოშლილა, რომელიც საფრთხის საფუძვლად შესაძლებელი არის დღე თუ ხვალ საქართველოში ნაღმა იფეთქოს და გაიხსნა მეორე ფრონტი, ხო? ჩვენ ამ დანის პირზე დავიარეთ. ჯერ არ კი ბატონო. ძალიან აი ყოველდღიურად და ყოველ წუთში შესაძლებელი რაღაცა მოხდეს ამ ქვეყანაში. მით უმეტეს ისინი პირდაპირ გეუბნებიან, პირდაპირ წერილობითაც გიბრძანებენ. ბრძანებებია, კი არ გეუბნებიან, გიბრძანებენ. რომ გინათ არა ეს კანონები მიიღე, გინათ არა ამ კანონებით იცხოვრე, გინათ არა ამ წესით იცხოვრე. ამ პირობებით იცხოვრე. ძალადობრივ გადატრიალებას გიწყობდნენ. ისიც არ არის ჯერ დაგოგინილი, დაგმობილი. ხო, ამ რევოლუციებს გიწყობენ, გაიგე? ხო და პირდაპირ ძრობიან ჩვენს ოჯახებში, ჩვენს ეკლესიაში, ჩვენს წვენაში, ჩვენს სულში. ახალგაზრდობაში. უნდათ მთლიანად ქართული აი ეს მენტალიტეტის ფეხქვეშ გათელვა. ბავშვები წაგვართვეს, აქ და ქუჩაში გამოგვიყარეს, გაგვინარკომანეს. რა ვიცი, რა არ გაუკეთ, ყველაფერი გაუკეთეს და დღესდღეობით ვართ აი ესეთ ძალიან ცუდ მდგომარეობაში. ჩვენ ხომ დაუშვათ ეხლა მოხდა და უნდა მოხდეს და სასწაული და ქვეყანა აღმოჩნდა სწორედ ამ ორგანიზაციის წევრი. ანალოგიურ საფრთხეებს ხარ ველოდებით და ანალოგიური ზეწოლების ქვეშ ხარ ვიქნებით ჩვენც. რომელი მხრიდან? ბრიქსის მხრიდან. არა, ბრიქსის მხრიდან არავითარ შემთხვევაში ჩვენ ახლა უკვე ამაზე ვისაუბრეთ. დიახ. ბრიქსი არის ძალიან დემოკრატიული გაერთიანება სახელმწიფოების, სადაც არავითარი ერთი ორგანო არ არის შექმნილი, არ არსებობს ერთი ორგანო, რომელიც იძლევა ასე თუ ის დირექტივებს, რომელიც ყველასათვის არის აუცილებლად შესავალდებული შესასრული. ეს ასეთი არ არის. მაგრამ აი ჩვენი ხელისუფლება ახლა დღეს დაკავებული არის თლიანად, იმიტომ რომ ეს დეკოლონიზაცია სახელმწიფოში ეს ძალიან დიდი და რთული მტკივნეული პროცესია. ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება ხარ შეუწყობს ხელს ამ არწუხებიდან გამოდებას. შეიძლება 50-50-ზე. აი ჩვენ დავიხსნათ თავი ამ ტყვეობიდან. იმიტომ რომ თუ კი ჩვენ გავხსნით ბრიქსის ორგანიზაციის წევრი და ამის საფუძველზე ხომ არ გვაქვს იმის შანსები რომ აი დასავლური ოკუპაციიდან მიხსნათ თავი. არა, ბრიქსი ჯერ არ მოგცეს მაგის გარანტიას რომ რამე უსაფრთხოებისა და რამე პროცესები იყო. ჯერ არა. იმენა ესე იგი პირდაპირ ჯერჯერობით არ არის ესე იგი ისეთ იმაზე რომ ბრიქსის ხოლგას პოლიტიკურ და სამხედრო ხოლგას საქართველოს თავი შეაფაროს. ჯერჯერობით ასე არ არის. მაგრამ თუ ესე იგი როგორ შეიძლება ითქვას, თუ საქართველოს სახელმწიფო, საქართველოს ხელისუფლება ესე იგი გააგრძელებს ასეთი ამ დეკოლონიზაციის კურსს
შესაბამის კურსს გააგზელებს და დააყენებს საკითხს ისე რომ ჩვენი ესე იგი პატარა სახელმწიფო საკითხი განიხილონ დიდ ერთმანეთში და ამისათვის ესენი დიდ ძალისხმევას ახლა აკეთებენ, აი ეს უფრო მოიტანს შედეგს. ესე იგი როგორ არის იცი? აი ღმერთი გეუბნება გაანძრე ხელი და გეშველებაო რა. გეშველება, რა თქმა უნდა. აი ეს არის პრინციპია რა. კი ბატონო, გაინჯერი, იბრძოლე, დაგვანახე შენი ბრძოლის შედეგები და შენ ხარ ორიენტირებული თვითონ ხელისუფლება იმაზე, რომ შენი ქვეყანა გინდა იყოს დამოუკიდებელი როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად და ისე ისტორიული თვალსაზრისით და ისე შენი წმენა, შენი ეკლესია და შენი ოჯახური სიწმინეები, რომელიც მოგდებს შენ მამაპაპიდან და მოგდებს ისტორიიდან და შენ თვითონ გააკეთე და აგერო. შენ თვითონ იბრძოლი ამის ზუსტად მესაგერავად დაგიდგები გვერდით. რა თქმა უნდა. აი ეს პრინციპია. აი კიდევ ერთი მთავარი უნდა აღნიშნოთ. ჩვენ ამას საერთოდ არ ვამბობთ, მაგრამ სახელმწიფოთა შორის, ესე იგი, ფორმალური და ოფიციალური კავშირების გარდა არის კიდევ არაფორმალური კავშირები. არაფორმალური მოლაპარაკებები, არაფორმალური რაღაც გარიგებები არის, რომელიც ჩვენ მარტო საზოგადოების ცნობილი არ არის, просто ჩვენ მხოლოდ მას შეგვიძლია, ესე იგი, მიხვედრილობის რანგში განვიხილოთ. ამიტომ ეს ყველაფერი ფორმალური ესე გარიგებები, არაფორმალური გარიგებები, რომ განადგურდეს მეუბნება კოლონიალიზმის საქართველოს შესახებ, ამიტომ აი დიდი ძალისხმევა საჭირო და ეს პროცესი ახლა საქართველოს მთავრობამ თუ კარგად გააკეთა, შემდეგ უკვე გზა გამოჩნდება და გამოჩნდება. ჩვენ უკვე დასასრულს მივახლოვდით და ძალიან საინტერესო არის თქვენი ახლა ამ საკითხზე საუბარი და ძალიან კარგად ახსენეთ ყველაფერი და ეს მართლაც ღმერთ პასუხს რომ მოხდეს და ჩვენმა ქვეყანამ მივიდეს და გადადგას ის ნაბიჯი რომ ეს ორგანიზაცია რომელი ორგანიზაციას ბრძოლობს სწორედ თითოეული ქვეყნის დამოუკიდებლობის როგორც პოლიტიკის ისე ეკონომიკის და ისე ლან სისტემურ დამოუკიდებლობაზე კარგი იქნება რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადადგას ეს ნაბიჯები და ერთხელაც სამუდამოდ უკვე ყველაფერს დაართქვას თავის სახელი და თავისი ბრძოლის შედეგად თავი ეხსნას ამ დასავლური მარწუხებისაგან და აღარ იყოს ეს უცხოტყომების შემოსევები აქ საქართველოში და ვიღაც სხვადასხვა იმგეზე ურჯულო ხალხზე მიწების გასხვისებები და ახლა კიდევ ეს უბედურებას დაგვემატათ ეს არაბიზაცია კიდევ და ეს რა ვიცი მთელი ეს საშინელებები და ამიტომ არის რომ ეს გვეუბნება ეს ორგანიზაცია რომ თქვენ დაგიდგებით გვერდში და ხელს შეგიწყობთ თქვენი ქვეყნის კულტურის, ეკონომიკის და პოლიტიკის განვითარებაში და ნახეთ ბატონებო, შეხედეთ 100-ზე მეტი ქვეყანა არის უკვე და ასეთი მსგავსი ფორუმები ტარდება და საქართველოში საქმის ყურშიაც არ არიან რა ხდება ამ ორგანიზაციაში და რა სიკეთე მოაქვს ამ ორგანიზაციას ქვეყნებისათვის. ამიტომ დროულად გადადგეთ ეს ნაბიჯები და მიაღწიეთ იმას, რომ ამ სწორი გზით ვიაროთ ამ ქვეყანაში და ერთხელაც სამუდამოდ თავი ვიხსნათ ამ ურჯულებისაგანაც და ამ სიბინძურისაგანაც ამ ლიბერალური LGBT ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი პოლიტიკური ლიდერებისაგან. დიდი მადლობა რომ მიყურებთ, კარგად მზადდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე. კარგად მზადდებოდეთ, შედავა მოგცეთ ღმერთმა. მადლობა.